მოკლედ სწორედ ამ კონტექსტის გამო ალბათ ყველაზე ნაკლებად ახლა ამ წუთას სამწუხაროდ ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს აღელვებს ამ საბჭოს გაუქმების საკითხი, თუმცა მე მინდა თქვა ასეთი რამ, რომ აი არ არსებობს დასავლეთში ომის კოლეჯი, ანუ კოლეჯი, სადაც სტრატეგიული დონის, ესე იგი, გადაწყვეტილების მიღების ამზადებენ, სადაც ცალკე მინიმუმ 1 სემესტრი არ ეძღვნება უწყებად შორის კოორდინაციას. ანუ იმ საკითხებს, რაც ცოტა ხნის წინ ბატონმა ანდრომ ახსენა, საუბარია იმაზე, რომ ეს არის, ესე იგი, ნებისმიერ დემოკრატიაში, როდესაც კურიკულუმშია, ხო, ეს გულისხმობს მათ შორის იმასაც, რომ არსებობს ამ საკითხების ირგვლივ დაწერილი წიგნები, აკადემიური სტატიები და ასე შემდეგ. ანუ ეს არ არის თემა, რომელიც, ესე იგი, შესაძლებელია, რომ რაღაც 10 წლის ინტერვალში ერთმა კონკრეტულმა ხელისუფლებამ სამჯერ სხვადასხვანაირად გადაწყვიტოს. ანუ ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხი. მით უმეტეს არ მიხსენებია ბოდის კიხთით ამ ჩამონათვალში გლობალურად რა ხდება რეგიონში ყველაზე მთავარი. ესე იგი 2014 წლის ანუ ყირიმის ანექსიის შემდგომ, ანუ ის მას შემდეგ რაც ჩდება უпростоრად ხდება კონცეპტუალიზაცია მოვლენისა, რომელიც ბევრად ძველია, ლაპარაკია ეგრეთ წოდებულ რუსულ ჰიბრიდულ ომზე. ყველა იმ სახელმწიფოში, რომელსაც ეს რუსული ჰიბრიდული ომი აწუხებდა, დაიწყეს გაძლიერება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ტიპის ორგანიზაციების. არა თუ გაუქმება, არამედ მათთვის ახალი ფუნქციების მინიჭება. რატომ ხდება ეს, ხომ? რა არის ეს ჰიბრიდული ომი? ანუ ეს არის რაღაცა მოვლენა, სადაც შენი მოწინააღმდეგე სხვადასხვა დომეინში, სხვადასხვა სფეროში, სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით შენ გიტევს. ანუ შენზე მოქმედებს საინფორმაციო სივრცეში, ზოგჯერ რაღაც კინეტიკურ მოქმედებებს აკეთებს, ზოგჯერ ტერორიზმს, შეიძლება ტერორისტული ჯგუფები გამოიყენოს, ზოგჯერ კრიმინალი გაზარდოს, ზოგჯერ კორუფცია წაახალისოს. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ამ დომეინში არსებობდეს ასეთივე სინქრონიზებული პასუხი და ამ სინქრონიზებულ პასუხზე ერთი რომელიმე უწყება, მაგალითად თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო ვერ იქნება პასუხისმგებელი, იმიტომ რომ მათ აქვთ საკუთარი ვიწრო სფერო. ამ ამოცანის გადასაჭრელად იმისთვის, რომ ეს პასუხები, ესე იგი, საპასუხო მოქმედებები იყოს კოორდინირებული, იქნება აი ეს ტიპის, აი ამ ტიპის, ესე იგი, უსაფრთხოების საბჭოს ტიპის ორგანიზაციები, რომლებიც რაც უფრო გაიზარდა და გამრავალფეროვდა ომის, ესე იგი, ხასიათი და კონფლიქტების სპექტრი გახდა უფრო მრავალფეროვანი, კიდევ უფრო მეტად გააძლიერეს ყველა ნორმალურ ქვეყანაში. ჩვენ ამ ფონზე ერთმა კონკრეტულმა ხელისუფლებამ, მეცაც გეტყვით, ერთი და იგივე ადამიანებმა, იმიტომ რომ მე ვინაიდან ვიყავი საჯარო მოხელე, განსაკუთრებით იმ ეტაპზე, როდესაც აი ეს ბოლო საბჭო, რომ ხა აუქმებენ, მისი აღდგენა ხდებოდა, მიწევდა კონსულტაციის გაწევა მაშინდელი პარლამენტარებისთვის. ლაპარაკია, ესე იგი, მოქმედ პარლამენტარებზე, რომლებმაც დღეს გაუქმებას უნდა დაუჭირონ საბჭოს მხარი, რომლის ესე იგი კანონპროექტი დაწერეს და შექმნეს თვითონ, ხო? მეტიც, ესე იგი, ანუ როცა ლაპარაკობთ იმაზე, რომ ეს საკითხი მნიშვნელოვანია და ამაზე წიგნები იწერება, აქ ლაპარაკი იმაზე კი არა, ვიღაც რაღაც აუქმებს, არამედ როგორ გახდეს უფრო ეფექტური ესა თუ ის მაკოორდინირებელი ორგანო, ამაზე უამრავი კვლევა არსებობს. აი, ანდრომ რაც ახსენა, ჩვენ რომ დაუშვათ, ესე იგი, ვითარება, რომ გახარია იყო მინისტრი, რომელმაც ყველა სხვა უწყების, ესე იგი, პოზიციის მიუხედავად რაღაცა ამოცანა განახორციელა. ასეთი რაღაცეები ხდება დემოკრატიებშიც კი ზოგჯერ, ოღონდ ცხადია მე ის ხალხი არ უარყვა, ისინი ინფორმირებული არიან, მაგრამ ზოგიერთი ძლიერი მინისტრი ახერხებს საკუთარი ერთი კონკრეტული პოზიციის თავსმოხვებას, ეს არამს და არამს არ ნიშნავს, ორამეს არ ნიშნავს. პირველი პასუხისმგებლობას ის ადამიანები, ვინც რასაკვირველია ინფორმირებული იყვნენ, ხო, თავდაცვის მინისტრები, უშიშროების საბჭოს მდივნები, პრემიერ-მინისტრი პირველ რიგში არ გაურბიან ამ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. აი, მაგალითად, ამის კლასიკური მაგალითია ცნობილი ამერიკული ინტერვენცია ერაყში. ითვლება, რომ მაშინდელმა თავდაცვის მდივანმა რამსფელდმა შეძლო და თავს მოახვია კოლინ პაუელს და სხვებს საკუთარი პოზიცია ერაყში ინტერვენციის თაობაზე. ოღონდ ამ შემთხვევაშიც კი არსად არც ერთ ქვეყანაში არ დგება ამ ხალხის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. ანუ თუ სხვა უწყებებმა ვერ დაუყენეს საკმარისი ფილტრი გავლენიან მინისტრს, რომელსაც არ ვიცი, ახლოს აქვს გადაწყვეტილების მიმღებთან უფრო ყური, მეტი, ესე იგი, ყურთან გავლენა, ხო? ასეთ შემთხვევაშიც ლაპარაკია მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, ოღონდ რომელსაც იზიარებს მერე ყველა. ანუ დღეს ვართ ვითარებაში, როგორც ანდრომ სწორად აღნიშნა, ხო? წარმოუდგენელია პრემიერ-მინისტრ ბახტაძეს არც კი ახსენები. ანდრო იყო წლების მანძილზე სხვადასხვა თანამდებობის, საკმაოდ მაღალი თანამდებობები ეკავა.
ანდრო როგორ წარმოგიდგენია ვითარება, სადაც თქვენი თანამშრომელი იღებდა რაღაც გადაწყვეტილებას, რომელზეც თქვენ პასუხი არ მოგეკითხა. ეგეთი რამე არ ხდება სახელმწიფოში. ანუ დღეს გვეუბნებიან, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გარდა იმისა, რომ მე ამ მინისტრს ხარი დაუჭირეს პრემიერად, მაგრამ ნახეთ, აქ კიდევ ერთი საკითხია. როცა ვამბობთ, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი შესაძლოა დადგეს ხოლმე, ეს ერთი თემა. რაც შეეხება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რა მოხლზია, ხო, ლაპარაკია იმაზე, რომ გახარიამ თითქოს ეს ყველაფერი გააკეთა, რომელიღაცა უცხო ქვეყნის რაღაცა, ესე იგი, სინამდვილეში პროკურატურაში და არ ვიცი, აი ამ სასამართლოშიც კი ჩემი აზრით ამ საქმეს არანაირი პერსპექტივა არ აქვს, იმ მარტივ მიზეზის გამო, რომ განსხვავებით პოლიტიკური რიტორიკისგან და პროპაგანდისგან, ხო? სასამართლოში უნდა თქვა, რომელი სახელმწიფო იყო ის, რომელსაც ესე იგი, რომელიც გახარია სავალებდა აი ამ ტიპის ქმედებას, რომელიც ესე იგი იქნებოდა საქართველოს ეროვნულ ინტერესების საზიანო, რაც საბოლოო ჯამში გადაიზრდებოდა რუსეთს. ის როცა ჩვენ ყოველდღე გვისმენთ რაღაცა გლობალური ომის პარტია და deep state და ასე შემდეგ, ეს ძალიან ჩვენ ხო ვიცით, რომ ასეთი სუბიექტი უბრალოდ არ არსებობს, ხო? ამიტომ პროკურატურაში თუ სასამართლოზე ძალიან გაუჭირდებათ, უნდა თქვან, რომელი სახელმწიფო შეიძლება ყოფილიყო, რომელსაც შეიძლება დაევალებინა ვიღაცისთვის რაღაცა ასეთის გაკეთება რა. შეუძლებელია ეს. სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, აქ მე იმედი მიჩნდება, ოღონდ ამ ესე იგი პარანოის ფონზე ეს იმედიც ძალიან სუსტია. იმედი მიჩნდება, რომ პროპაგანდით დასრულდება, ესე იგი, აი ეს გახარიას და ამ ჩორჩანას ირგვლივ მიმდინარე ამბები. და ვერ იხილავს ეს საქმე სასამართლო პროცესებს. კი